დღევანდელი ჩემი თემა რას გვასწავლის სტარტაპი. ნუ ჯერ რომ დავიწყოთ, სტარტაპი არის ახლად დაბადებული კომპანია, რომელიც დიდი მიზნებისკენ ისწრაფვის და რომელსაც თავისი გზა აქვს. ეს გზა უკვე დღევანდელ ბიზნეს სამყაროში გაწერილია და ზუსტად არის განსაზღვრული რა ნაბიჯის მერე რას დგა. თუმცა საქართველოს ამ კუთხით დღეს იდგა მსხვერპლს და დღეს არის ტექნოლოგიური სიახლეებისკენ სწრაფვაში. რაც შეეხება ჩემს შესახებ საიტმა არა ხო? იქნებ დამეწყოთ. მოკლედ დავიწყებ ჩემს შესახებ ორი სიტყვით გეტყვით. ვარ გურული, არა მელიაო, არამედ მელიოა, და ხშირად ეშლებათ, მაგრამ ეს ალბათ ყურია მიჩვეული, რომ რაღაც ისეთი გვარი არა, რომელიც ხშირად ხდება და ამიტომ ყოველთვის ვუსწორებ, იმიტომ რომ მელიოა ვარ და ესეა ეხაც გავუსწორე, მაგრამ მაბადიეთ ალბათ. კოსმონავტს მეძახდა მამა ჩემი ბავშვობაში და ეხაც ხშირად მომართავს ესე, იმიტომ რომ ძალიან ჯგუფი და მიზანდასახული ვიყავი ყოველთვის. ბავშვობაში თურმე ერთი კომბინეზონი მქონდა, რომელსაც უიცვამდი და ზაფხულში თურმე მიდავდი და კოსმონავტის იმას გავდა, თურმე ჩაფხუს და რაღაც ეს სკაფანდრს და მაგიტო მამა ჩემო კოსმონავტი დამარხვა, დღესაც რაღაცაზე რომ ჯგუფო, ყოველთვის მეუბნება რომ შენ კოსმონავტი ხარ და შენ ვერავინ ვერ შეგწვის. ყავს მეუღლე, ერთი შვილი და დღესდღეობით დასაქმებული ვარ. ამ ჩემი თვით დასაქმებული ვარ, ასე ვთქვათ, მაქვს ჩემი სტარტაპ კომპანია, ფოტორატორი და მეორე მემოგრამი. თუმცა აქამდე მუშაობდი ბანკში, 8 წლიანი გამოცდილება მაქვს საბანკო სექტორში, ვიყავი სხვადასხვა თანამდებობაზე, საბოლოოდ ვიყავი ბოლოს ვიყავი წამყვანი კორპორატიული ბანკირი და მებარა 100 მილიონიანი პორტფელი. საინტერესო თანამდებობა იყო და პერსპექტიული, ვთქვათ, შემეძლო, ძალიან კარგად განვითარებული ვიყავი იქ და დიდი წარმატებებისთვისაც კიდევ მიმეღწია. თუმცა ერთ დღეს დადგა ისეთი მომენტი, რომ აღმოვაჩინე, რომ რაღაცა სხვა რაღაც უფრო საინტერესოს კეთება მინდოდა. შეიძლება ჩემთვის იყო ეს საინტერესო და სხვისთვის ეს საინტერესო არ იყოს, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ რაღაც ის თქვა ხოვნა რაღაც სფეროსი და იქ განვითარების ძებნა ჩემი მიმართულება იყო. ესეთი მიმართულება ვნახე, რომ იყო ფოტოგრაფიაში და შეიძლება და რაღაცის შეცვლა და რაღაცის განვითარება. თუ წარმოგიდგენიათ ვინმეს დღესდღეობით ადამიანი რამდენ ფოტოს იღებს ზოგადად დღეს? არა, წელიწადში აი რამდენი ფოტო არის გადაღებული, თქვათ, აი ზოგადი წარმოდგენა, აი ამდენი შეიძლება იყოს. ეს არის 1 ტრილიონი ფოტო, რომელსაც ადამიანი იღებს წლის განმავლობაში. ეს გახლავები ჩემი მოგონილი არ არის, ეს არის აღებული სერიოზული კვლევითი ორგანიზაციის სტატისტიკა და ეს ციფრი ყოველწლიურად იზრდება. 2015 წელს მოსალოდნელია 1 ტრილიონი, 2016-ში უკვე იზრდება და იზრდება და რაც უფრო მეტად საინტერესოა და მნიშვნელოვანი, გადაღების მიდგომა, ფოტოს გადაღების მიდგომა აბსოლუტურად შეიცვალა. დღეს ადამიანი ფოტოს იღებს მობილურით და ესეთი ფოტოები 80%-ია ზოგადად გადაღებული ფოტოების რაოდენობის. ძალიან აქტუალურია დღესდღეობით სოციალური ქსელები. Instagram-ი ყველას გაქვთ, ყველა მიცით ალბათ და თქვენს გარდა კიდევ 400 მილიონი ადამიანია აქ დარეგისტრირებული. დღეში იტვირთება 40 მილიარდი ფოტო, არა, უბრალოდ 80 მილიონი ფოტო და 40 მილიარდი წლის განმავლობაში და ასე შემდეგ. მეც ვიყავი ერთ-ერთი ესეთი პიროვნება, რომელიც აი სტატისტიკას ძდიდა და ბევრ ფოტოს იღებდა და ერთ-ერთი მოგზაურობის დროს ნახე, რომ ამ Instagram-ის იმდენად თქვა მუღამი ქონდა Instagram-ის ფოტოების გადაღებას, რომ ჩამითრია ძალიან ბევრი ფოტო გადავიღე. ფოტოებს რო ვიღებ, მე ზოგადად მაქვს ესეთ შევა, რომ ბეჭდავ. მაქვს ასევე ციფრული აპარატი, მაქვს ლენტიანი აპარატი და ხშირად ბეჭდავ ამითი და მიყვარს ალბომში დახარისხება, რაც ვფიქრობ, რომ ბევრად უკეთესია და დრო რო გავა უფრო სასიამოვნო იქნება შენთვის ამის გადახედვა, ვიდრე თქვათ სადაც არარეალურ სამყაროში იყოს გამოკითხული და არც არასდროს ათვალიერებდე ამას.
ხო და ზუსტად რა ვსვებოდი რომ Instagram-იდან ფოტოს დაბეჭდის მარტივი საშუალება მე ბაზარზე ვერ ვნახე. ანუ მე რომ ვისულიყავი თქვათ სადღაც ესეთ აპარატთან მარტივად ქუჩაში და ამომებიჭდა ის ფოტოები, რომლებიც ჩემთვის ძალიან ღირებული იყო. შევედი ინტერნეტში ძებნე ესეთი საშუალება, იქნება მე შემოვიტანო და დავდგა სამე თქვათ რაღაცა ხალხმრავალ ადგილას და ცოტა ფული გავაკეთო დამატებით, მაგრამ ვერ ვიპოვე და დავჯექი ერთ დღეს და ვიფიქრე რა, იქნება შევქმნა მე რაღაც საინტერესო და იქნება რაღაც გამომივიდეს. ნახე ბაზარზე ხო, პირველი გაკვეთილი რაც ჩემთვის აქედან მივიღე იყო ის რომ ამხელა ციფრებს უყურებ, ამდენი მნიშვნელოვანი რაღაცა სტატისტიკა გავიგე, მაგრამ აი ესეთ გლობალურ მასშტაბზე ფიქრებს ვერასდროს ვერ მოუყრი თავს, თუ შენ პატარიდან არ დაიწყე. და პირველი გაკვეთილი ჩემთვის რაც იყო think big act small. დაგეგმე კონკრეტული პატარა რაღაცეები, მაგრამ იფიქრე გლობალურად. დავძებნე ბაზარზე, რომ რა შეიძლებოდა, აი თქვათ მე მეყიდა, წება როგორც ვახსენე, რომ რა მეყიდა, რომ ჩამომეტანა და თქვათ რაღაცა თეორი კაპიტი კიდე დამატებით მეშონა და დავძებნე ინტერნეტში აი ესეთი ძირთად იყო ჩინური ბაზარი გთავაზობდა ესეთ კიოსკებს, რომელიც იყო რაღაც მოუხეშავი და ესეთი სტანდარტული ძველი ეს კიოსკი არის, სხვათა შორის 100 წელი ეს კიოსკები არსებობს. და პოპულარულია, თუმცა აქ ახალი ბევრი არაფერი გაკეთებულა. და ნუ არ მომეწონა ეს და ვიფიქრე იქნება მე რაღაცა უკეთესი შექმნა შევძლო. და პირველი რაც შევქმენი იყო ეს პროტოტიპი. ისევ იმ ამ წინა ის გაკვეთილი რაც მე მივიღე რომ დავგეგმე გლობალურად უფრო დიდი რაღაც კეთება მინდოდა, მაგრამ დავიწყე პირველივე ნაბიჯი გადავდგი, აი რაც გამოვა, პირველს გავაკეთებ. გავაკეთე ესეთი რაღაც დიზაინზე საერთოდ არ მიფიქრია, მაშინ Instagram-ის ლოგო ავიღე და პირდაპირ გადავხატეთ. პროგრამულ უზრუნველყოფაზეც ბევრი არ მიმუშავია, ნახე ადამიანი რომელსაც ეს გააკეთა, თან გადავხატე და გააკეთა. დავკით და სატესტო რეჟიმში დაიწყო მუშაობა. გარკვეულ 6 თვის განმავლობაში ვამუშავეთ, ასე თუ ისე პოპულარული იყო ეს აპარატი, ხალხი იყენებდა და მივიღეთ უკუ რეაქცია ხალხისგან, ფიდბექი იმისი, რომ მოწონათ ეს სერვისი. ამ დროს მე ისე ბანკში მუშაობდი და ცოტა რთული იყო, რომ ორივე საქმე ერთად მეკეთებინა. ხანიგით გავრბოდი ამას რაღაც პრინტერი ჭედავდა, ფურცელს ვსვლიდი, გასტაში მყვებოდა და ეგ გაწამაციაში ვიყავი და ვიფიქრე, რომ იქნება ეს არის ჩემი მოწოდება და იქნება ეს ვაკეთო. შემდეგი ნაბიჯები გადავდგი და ჩემი ინსპირაცია ამ დროს იყო, რომ თუ გჯერა შენ და ეს ისიც გჯერა შენ გაბედნიერებს, ბოლომდე მიაწექი ამას და არასდროს შეწყვიტო ამისთვის ბრძოლა. და წამოვედი ბანკიდან, დავიწყე ახალი აზროვნება, ანუ სხვა მიმართულებით და შევქმენი ეს აპარატი, რომელიც აქ დგას. ამას აქვს უკვე სხვა მახასიათებლები, უფრო გაუმჯობესებული მეტად ვიდრე პირველი პროტოტიპი იყო. არის, ასე ვთქვათ, უნიკალური ბაზარზე ბევრი თავის თვისებით. მაგალითად, აქვს ინტეგრირებული 3 მოდული, რაც Instagram-იდან ბეჭდვა ძალიან მნიშვნელოვანია. Bluetooth-ით ბეჭდვა, ვისაც Instagram-ი არ აქვს და ინტეგრირებული კამერა. მიდიხარ აპარატთან აქ, ანუ ძალიან კარგი და დაბეჭდი ალბათ. ამის თავი მიზანია რომ დაბეჭდო ფოტო. ამიტომ ყველას ვურჩევ რომ დაბეჭდოს ამ აპარატით ფოტო, როდესაც რო იქნება. კამერა და აი ეს შენ თავს უყურებ. რაც შეეხება ეს არის პროგრამული ნაწილი, ესე მოკლედ როცა მე კიდევ სოფტს შემიძლია ვისაუბრო. თუმცა დიზაინის კუთხით აქ ძალიან ბევრი ცვლილება შევიტანეთ ზოგადად მიდგომაში, რაც არის ესეთ კიოსკებში. და წინა გამოსვლელი ზვიადი არის ამ კუთხით ძალიან ჩვენი რაღაც ხარში მდგომი და გააკეთა ისეთ დიზაინი, რომელსაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ. დიზაინს აქვს ბევრი უპირატესობა, თუ შეადარებთ სხვა აპარატებს, რომლებიც აქ კონკურენტად შეგვიძლია მივიჩნიოთ, იმასთან შედარებით ჯერ მარტო დაახლოებით 4-ჯერ მსუბუქია, აქვს ტრიალის ფუნქცია, შეგვიძლია ხედზე შეარჩიო, ფოტო ისე გადაიღო. არის სახალისო მეგობრული დიზაინი, აქვს განათება და ზოგადად რო შეხედა მოგეწონება ასე ვთქვათ რა.
შეუძლია ასე ძალიან დიდი უპირატესობა აქვს ის, რომ შეიძლება დადგა ღია სივრცეში და იმუშაოს ისე, რომ თქვა წვიმამ არაფერი ზემოქმედება არ იქონიოს მასზე. ინტერფეისზე უკვე ვისაუბრე, აქვს მულტიენების ხარდაჭერა, selfie რეჟიმში მუშაობა, stand-by-ზე შეიძლება რეკლამებისთვის გამოიყენო ორგანიზაციამ. აქვს ასევე გავითვალისწინეთ, რომ product placement-ი გააკეთო ფოტოს ბოლოში, ასე ბრენდი ფოტოს რაც შეეხება არის უნიკალური, თქვა ჩვენი გაკეთებული ფოტოს ასე თქვა ფორმატი, ვინარჩუნებ კვადრატულ სტილს, რაც Instagram-ის სტილია და ბრენდირებისთვის დატოვებული გვაქვს საკმარისი ადგილი, რომ იმ კომპანიამ, რომელიც ამას შეიძენს, თავის ბიზნესისთვის კარგად გამოიყენოს. Შეიძლება ასევე ონლაინ გააზიარო და ასე შემდეგ. ვიზრუნეთ ასევე იმ მფლობელზე, ვინც ამ აპარატს იყიდის. ანუ მას შეუძლია დისტანციურად მართოს ეს ფოტორატორი, ნახოს თუ რა ხდება, რამდენმა დაბეჭდა, ფული რამდენია და ყველა ასეთი ინფორმაცია შეუძლია მიიღოს ონლაინ. Linux-ზე არის დაწერილი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ვინც ტექნიკაში ერკვევით. ალბათ იცით, რომ Linux-ი ბევრად უფრო დახვეწილი სოფტია და კარგია ასეთ სისტემებისთვის. მესამე გაკვეთილი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ კითხე პროფესიონალებს, მიენდე პროფესიონალებს იმ სფეროში, რაში შენ ვერ ერკვევი ბოლომდე, მაგრამ შენ თვითონ ეცადე რომ გახდე პროფესიონალი. რაც შეეხება ბიზნესის კუთხეს, ჩვენ ამჯერად ვართ ჩართული Vegas Startup Lab-ის აქსელერატორში, ეს ვინც არის საქართველოს ბანკის აქსელერატორი seed funding-ს განხორციელებს კომპანიებში, ანუ seed funding-ი არის პირველი ეტაპი დაფინანსების სტარტაპ კომპანიებში, ანუ შემოდიან რაღაც წილის სანაცვლოდ გაძლევენ ფულს განვითარებისთვის და შემდეგ იწევენ mentorship-ს, გაძლევენ რჩევებს და გეხმარებიან, რომ თქვათ უფრო დიდ ბაზრებზე გახვიდეთ. გვაქვს ასევე ძალიან კარგი ხარდაჭერა ინოვაციების ტექნოლოგიების სააგენტოსი. მოკლედ ბიზნეს მოდელი არის, რომ ეს ფოტორატორები გავყიდოთ და ვაწარმოოთ ჩვენ თვითონ ალბათ რამდენიმე მსგავს ფოტორატორს დავდგამთ ქალაქში, თუმცა მთავარი მიზანია, რომ ეს გავყიდოთ და ამით ვიშოვოთ ფული. უკვე 3 თვეში მოვახერხეთ და გავყიდეთ 12 აპარატი, აქედან 7 იყო რუსეთში, სოჩა, მოსკოვი, 1 იყო ესპანეთში, 4 იყო დუბაიში და კიდევ აწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ქვეყნებთან. კონკურენტები რა თქმა უნდა ყავს, ძალიან აქტიურად გამოჩნდნენ რუსულ ბაზარზე, ну აი მსგავსი ტიპის აპარატები, ან ფუნქციონალურად რომ Instagram-დან ბეჭდავს, თუმცა დიზაინის კუთხით თუ ნახავთ თქვენს ძალიან შორს არიან, ჩემია და მიყვარს, მაგრამ ობიექტურადაც რომ შეხედოთ, ალბათ ესეა, რომ ჩვენ რამდენიმე ნაბიჯი წინ ვართ მათთან შედარებით. არის ასევე უდიდესი მოთამაშე ბაზარზე, რომელიც ასევე ლონდონის ბირჟაზეა დარეგისტრირებული, ეს არის Photo.me და მათთან გეგმავთ საბოლოოდ შეჭიდებას, რა გამოგვივა ნახოთ. გეგმებს რაც შეეხება, გვინდა რომ გადავიდეთ უფრო პატარა სისტემებზე, ანუ embedded systems არის ესეთი მიდგომა ტექნოლოგიაში. გახდეს აპარატი უფრო პატარა და ჩვენზე მორგებული, ახლა ვიყენებთ ჩვენ სხვადასხვა ტექნოლოგიებს, იგივე თქვა კომპიუტერი არის ესეთ კიოსკებისთვის განსაზღვრული, თუმცა დაფუძნებულია თქვა Intel-ის პროცესორებზე, გვინდა გადავიდეთ ARM-ზე და ეს ტექნოლოგიურად მათ არ შევა. უნიკალური ფოტოს მასალის შექმნა გვინდა, რაც გულისხმობს იმას, რომ შევთავაზოთ კლიენტს განსხვავებული ფორმატი, შეიძლება ის იყოს პლასტიკატი, შეიძლება იყოს მაგნიტი, შეიძლება ნაზავი და ასე შემდეგ, აი ეს რაღაცებს ვფიქრობთ. ახალი სოციალური ქსელების მხარდაჭერაც პოპულარული შეიძლება Facebook-ის დამატებაც გვინდა, ამაზეც მუშაობ ვიდეურად და 150 ერთეულის გაყიდვა 2017 წელს, რაც ჩემთვის მაგარი მაჩვენებელი იქნება ქვეყნისთვისაც, თუ ეს გამოვა. დამატებით ინვესტიციებს მოვიზიდავთ საქართველოში. თუმცა არის რაღაც უფრო მასშტაბური, რაზე ჩვენ ვფიქრობთ და ჯერჯერობით მხოლოდ გეგმავთ და არ გვინდა რომ გავაჩერდეთ მხოლოდ ფოტოს ბეჭდვაზე. გვინდა გავაკეთოთ რაღაცა უფრო დიდი, რაც დაახლოებით ვიცით რაც იქნება. და ბოლო გაკვეთილი ჩემთვის, რაც მაძლევს мотивაციას და რაც მაძლევს იმის უნარსო წინ წავიდეთ. ყოველთვის შეიცვალე, ყოველთვის შეცვალე და არასოდეს გაჩერდეთ. კითხვები თუ გვაქვს? ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ
კითხვები თუ გაქვთ დიდი სიამოვნებით, Facebook-საც აინტერესებთ აუდიტორია. ღირებულება, კი ბატონო, გეტყვით, ჩვენ დავიწყეთ კონკურენტების ანალიზი, რა თქმა უნდა, როცა ღირებულებაზე გაქვთ საქმე და უნდა დაგვეწესებინა ფასი და ვნახეთ, რომ $6,000-დან იწყებოდა ისეთი ჯიხურები, რომელშიც შედიხარ და ძველებული ჯიხურები. და $6,000-ია retail ფასი ამისიც, თუმცა თუ თქვა რაღაც რაოდენობაზე იქნება საუბარი და საქართველოში იქნება პირველი, საკმაოდ დაბალ ფასადაც, ანუ ეს საზღვარგარეთის ფასია. ისმენთ დიახ. Instagram-დან როგორ ვიყავს და რამდენად თუ აკაუნტი შეყავს, რამდენად უსაფრთხოა. დიახ. Facebook-და ამასთან. მაგრამ ეგ არის ერთ-ერთი მე შეგიძლია თუ ჩემი Facebook-ი ვაგადა. ბევრი გოგონა ფიქრი და გეტყვით ახლა როგორ მუშაობს Instagram. Instagram-ი ზოგადად არის ღია სივრცე, ანუ შენ როდესაც Instagram-ში მოხმარებელი ხარ, სხვის ფოტოების სანახავად რეალურად არ ჭირდება რაღაც დამატებით დამეგობრება, ასე ვთქვათ, რაც იგივე Facebook-ზე არის. შენ შეგიძლია უბრალოდ follow მისცე და იმას შემდეგ უყურო, მაგრამ ფოტოები რო დაათვალიერო, ამისთვის არ ჭირდება დამატებით ვთქვათ, რაღაც რეგისტრაციების გავლა. შესაბამისად, ფოტორატორი მუშაობს ისე, რომ შენ მიდიხარ, შეკავს შენი username-ი მარტო და username-ით ხედავ ფოტოებს. შეიძლება შენი მეგობრის username-ი შეიყვანო და ნახო ფოტოები, თუმცა ეს ისედაც დაშვებულია Instagram-ზე. არის ასევე მანდ Instagram-ში რომ tips ვიღაც მოხმარებს არ უნდა თქვათ, რომ ჩანდეს მის სურათები, მაშინ არის ის private account-ი. Private account-ის შემთხვევაში გეუბნება, რომ private-ია და შეგიძლია აქედანვე შეიყვანო პასვორდი, თუმცა ჩვენ ვეუბნებით, რომ არ ვინახავთ ამას, მაგრამ შესაძლებლობა არის ასე, რომ ტელეფონიდან გახსნას და ისე გააკეთოს, ეგრე თავიდან შეიყვანოს user-ი და უკვე ნახავს თავის ფოტოებს. რაც შეეხება Facebook-ს, Facebook-ი ამ კუთხით ცოტა დაკეტილია და ზუსტად ეხლა ვიკვლევთ მაგას, როგორ შეიძლება ეგ და ჰეშტეგებით ნახეთ, რომ რაღაცა ფოტოების წამოღება შესაძლებელია და აი ნახოთ, თუ ბიზნესის კუთხით გამართლებული იქნა, ალბათ დავამატებთ. დიახ, ისმენთ. Crops-ზე crop-ი ეხლახანს ერთი თვის წინ გავხდა, ანუ შეუძლია მოხმარებელს გააკეთოს როგორც landscape, ასე portrait ფოტოები. ჩვენ ისევე ამ ფორმას ვინარჩუნებთ და ჯერჯერობით აი ამ კვადრატში ვსვამთ როგორც Instagram-ი აკეთებს მაგ ფოტოებს, თუმცა შემდგომ არ გამოვრიცხავთ, რომ ეგეთი ფოტოები ცოტა ქვევით ჩამოვწიოთ და უფრო დიდი სივრცე მივცეთ.